გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ძალიან ბევრს აინტერესებს, წერთ ხოლმე რომ გაშალეო ესეთ თემაზეო, გამოვა თუ არა კონტაქტზეო. ასე რომ ვასრულებ თქვენს თხოვნას, მე ნათია შაი და გავაკეთოთ გაშლა, გამოვა თუ არა ჩაფიქრებული პიროვნება კონტაქტზე. გაშლა გვექნება სამ ვარიანტად. პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. აირჩიეთ ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე. გამოიწერეთ არხი აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ყველაზე იოლი გზა, რომ გამოხატოთ მადლიერება, გაცვალოთ ენერგია და გამახაროთ. ვისაც ორ ჩემთან პირადად კონსულტაციაზე მოხვედრა, სხვადასხვა საკითხებზე, არა მარტო ტაროზე, ჩემი ნომერია 591233507, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ჩათვალეთ, რომ კონტაქტზე არის უკვე გამოსული, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ ვერ ამჩნევთ, იმიტომ რომ იმალება. ჩუმად გითვალთვალებთ, ჩუმად გიყურებთ. შეიძლება ეს იყოს სოციალური ქსელი, შეიძლება უფრო მეტიც რეალურად გიყურებდეთ, ოღონდ ისე იდუმალად ჩუმად, რომ თქვენ არ შენიშნოთ და არ შეამჩნიოთ. ძალიან დიდია მასში თქვენი ინტერესი და არც დასვათ ეს კითხვა გამოჩნდება თუ არა, აუცილებლად გამოჩნდება, ვერ მოითმეს, იმიტომ რომ დიდი ვნება, დიდი ექსპრესია, ჯერ გაკვირდება ჩუმად, გზვერავთ. ნახევრად ხომრობით, ასე ვთქვათ, და ეს ადამიანი მოვა თქვენთან, აუცილებლად მოვა. შეგიძლიათ რომ უფრო დააჩქაროთ მოვლენები თუ გსურთ, რაიმე მინიშნება მისცეთ, რაიმე ხერხით აგრძნობინოთ, რომ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ეს ადამიანი პირდაპირ ღიად გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. გისურვებთ წარმატებას. ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, რა მოხდება. თქვენთან. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ და ვინც ჩაიფიქრეთ ამ მეორე ვარიანტში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან თქვენი სულის ადამიანია ეს პიროვნება და აუცილებლად გამოჩნდება. სამყარომ ისე გადაწყვიტა, რომ თქვენ ერთმანეთს უნდა შეხვედროთ. რამდენი ხნით, როგორ, რანაირად, რა გაკვეთილებს მოიტანს, ეს უკვე ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაჩვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარმული წვილი ხართ, რაღაცა მიგაქვს თქვენ მასთან სასწავლებლად, რაღაცა მოაქვს მას თქვენთან სასწავლებლად და ამ ეტაპზე ახლა გეთამაშებათ, ესე ვთქვათ, აი რაღაც ფლირტის სახის თამაში აქ წამოწეული და ელოდება თქვენს აქციელს ელოდება, რამდენხანს გაძლევთ თქვენ, გეთამაშებათ როგორც ფისო. ასე რომ მისთვის ეს თამაშია, ოღონდ არა წამება, არა სასჯელი, არა რაღაცა ბოროტული, არა, ეს მხიარულად გეთამაშებათ, იმიტომ ესე გაუჩინარებული ამ ეტაპზე. აუცილებლად გამოჩნდება და ეს ადამიანი რაღაც გაკვეთილს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გაკვეთილი ადამიანური შეხედულობით კარგი იქნება თუ ცუდი და ადამიანური შეხედულობით, იმიტომ რომ ადამიანები ვაფასებთ კარგად და ცუდად, თორე მასწავლებელი არის მასწავლებელი. ესეთი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში, ასე რომ აუცილებლად გამოჩნდება. ნახოთ ახლა მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტს რაც შეეხება, აქ პირდაპირ წამოვიდა და ვიტყვი ხო სქეს, აქ ჩანს, რომ კაცმა ქალს მიაყენა
დიდი ტკივილი, რაღაცა დანაშაული, რაღაცა ტრამვა და ამის საფუძველზე არის ეს დაშორება მომხდარი. ამ მომენტში ქალს გადავლილი აქვს და იქიდან გამომდინარე რომ გადავლილი აქვს ეს ტრავმები და დამუშავებული ვიტყვი რომ წარსულში აი დიდი ხნის წინ არის ეს ამბები მომხდარი და ქალი უკვე ძლიერად არის ქალს უკვე ვიტყვი ბრჭყალებში გამოგლოვილი აქვს ეს სიტუაცია ხო გადაიაზრა გადახარშა გამოიგლოვა დაამუშავა ხო გაიაზრა და ასე შემდეგ აი კაცი ვინც ტკივილი მიაყენა დღეს ამ წუთისთვის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მინდა გითხრათ და არ გაგიხარდეთ ეს რა ღირსია და დაიმსახურა არ გაიფიქროს ესეთი რაღაცა იმიტომ რომ არ კიდეთ ნუ დაიმძიმებთ თქვენს კარმას უბრალოდ ემპათიის გრძნობა გააღვიძეთ თქვენში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მძიმე სულიერ მდგომარეობაშია ეს ადამიანი სურვილი აქვს და ქონდა მუდამ რომ გამოჩენილიყო თქვენს ცხოვრებაში რაღაცა სისუსტე იყო ის რაც გააკეთა მისი შინაგანი სისუსტე ამას ვერ პატიობს თავს და აქვს შიშები ძალიან დიდი შიშები და ვერ გეტყვით რომ გადაძლევს ამ შიშებს და მოვათქოს სრული აქვს მაგრამ შიშებია ძალიან ძლიერი და ვერ ვხედავ რომ შეძლოს ამის გადალახვა და მოსვლა თქვენამდე ვერ შეძლებს რომ თვალებში ჩაგხედოთ ვერ შეძლებს რომ ბოდიში მოგიხადოთ არ შეუძლია ეს ამის ძალა არ აქვს ვერ შეძლებს რომ პატიება გითხრა შევა ფიქრობს კიდევაც რომ პატიებელია რაც გააკეთა და ასე შემდეგ ამიტომ გააზრებული აქვს რომ სურვილი ერთია და ისიც გააზრებული აქვს რომ ამის ძალა არ შესწევს რომ ეს გააკეთოს და მოვიდეს ველოდებით თქვენს გამოხმაურებას მიყვარხართ ძალიან გისურვებთ გამარჯვებას თავისუფლებას სიყვარულს ყველაფერი იმას, რაც გინდათ კარგი თქვენი თავისთვის. გეშდობებით შემდეგ ვიდეომდე და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და უკვე კავშირს თუ მომწერთ ამ დროს ვარ ძალიან ბედნიერი როცა SMS-ები მომდის და რაღაც საინტერესო მოსაზრებებს წერენ ჩემი მაყურებლები. დროებით მომავალ შეხვედრამდე თქვენ ნათია შაი